მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის არხი GG Gaming და ეს არის თამაში FC Mobile და როგორც იცით, დღეს არის განახლება, დღეს ხუთშაბათია და როგორც ყოველთვის დღესაც არის განახლება. მოდი ახლა პირველი ვნახოთ ფუტბოლ ცენტრი, რომელიც მე თვითონაც არ მინახავს და ძალიან გაკვირვებული ვარ, რომ ეს არ შემამჩნიე. ხო, ესენი ისედაც ვიცოდი აქამდე. კარგი, მივხვდი ახლა რაც. აქ უნდა დაექსჩეინჯო. რომელიმე შენი ფეხბურთელები უბრალოდ და აიღებ აი ამ კარტებიდან რომელიმეს. მაგალითად ჰაზარდი, კარგი კარტია ძალიან ეს და მომწონს, მაგრამ მე ყველაზე მეტად აქედან რიბერი მინდა და ვნახოთ 108 პლუსიანი 5 ცალი მეღადავები. არა, ამას ამჯერად არ ავიღებ. აქედან ყველას აღება ყველაზე იაფი დროგბა იქნება, რა თქმა უნდა. მეგობრებო, თუ გინდათ რომ აქედან რომელიმე ავიღო, მაგალითად ნესტა ან ჰაზარდი ან დროგბა, დამიწერეთ კომენტარებში და მე შესაბამისად გვიზავ. აქ უკვე ჩვეულებრივი მინიმალუროვერიანი კარტები არიან, პასვერი, ადამა ტრაორე იყო, მერეტი და ასე შემდეგ. აი აქედან თუ გინდათ რომ ამ კარტებიდან რომელიმე ავიღო, რიბერის ვერ ავიღებ. დარწმუნებული ვარ, შეიძლება ვერც ჰაზარდს და ვერც მაკელელებს ვერ გავწვდე. ნესტაზე, კასილასზე შეიძლება ვიქნებ, მაგრამ კასილას პერფორმანსი კარგი არ არის, ვიცი ეს მე, რადგან სკაუტინგში ხო იყო ეს კარტი ოდესმე და მაშინ ეს კარტი კარგი არ იყო აშკარად. მოდი ახლა გადავიდეთ კაპიტნების ივენტში და ვნახოთ რა დაამატეს. უბრალოდ მე უკვე ნახი მაქვს. ალბათ უკვე თქვენც ნახეთ, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. პირველი არის გალერია, გალერიაში დაამატეს ასეთი კარტები. სონი მაგალითად უცებ პატარა იმას და ეს პატარა მიმოხილვას გავაკეთებ ყველა კარტისას. სონი ეს კარტი ძალიან კარგია, 5 აქვს, 5-დან 5 აქვს სუსტი ფეხის შეფასება. რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე ფეხით ერთნაირად თამაშობს. 4 ვარსკვლავი აქვს მოძრაობები, 4 ნახევარი აქვს სტამინა, 139 პეისი, 127 შუტინგი, 132 დრიბლინგი და ეს კარტი ჩემი აზრით თამაში თვითონ იქნება ძალიან კარგი. ამიტომაც ვისაც გაქვთ შესაბამისი შეერთ პოინტები და მარცხენა შემტევი გჭირდებათ, გირჩევთ ამასაც. ბენზემას მე არ გირჩევთ მაგალითად. პეისი ჯეჯეჯერესეთი დაბალი აქვს. ისე შეიძლება ამ კარტმა კარგად ითამაშოს თვითონ თამაში, მაგრამ მე მაინც ამ კარტს არ ავიღებდი, რაითი ჩემი აზრით რაც ყავს იჯობია. ლაუტარო მარტინესიც ცუდი კარტი არ არის და თან არ არის ბევრი შეერთ პოინტი, არხის 650 შეერთ პოინტი არის. ოკეი. შემდეგი არის ვერონზე კარგი სტატები აქვს, ყველაფერი კარგი აქვს, მაგრამ medium attacking work rate და medium defending work rate ეს ცუდია აშკარად. ასე როცა აქვს, გიჩვენებთ რომ ეს კარტი არ აიღოთ. შემდეგი არის ისკოს კარგი კარტი აქვს, სტამინა აქვს ცოტა დაბალი და ამიტომ დაიღლება მეორე ტაიმში აუცილებლად და აქცდებათ მისი შეცვლა. ისე კარგი კარტია, ცუდი კარტი არ არის. დრიბლინგი კარგი აქვს, პასინგი კარგი აქვს, შუტინგიც აქვს და ასევე მინდა ვთქვა რომ პეისი ცოტა მაღალი რომ კონდეს ცუდი არ იქნებოდა. გადავიდეთ დასხრიანებზე. გუდელი აქვს. გუდელის კარტები მე ძალიან მომწონს პირადად. სტამინაც კარგი აქვს, დიფენდინგიც, ფიზიკალიც კარგი აქვს, დრიბლინგიც, პასინგიც, პეისიც ძალიან კარგი აქვს ამ კარტს და მე პირადად მომწონს ბევრს ვერაფერს. აი ეს კარტი კი არის უკვე ძალიან მაგარი თუ ფულს არ ხარჯავ და გინდა ისეთი რა 109 ოვერიანი კარტები თუ გინდა. ეს არის პულისიჩის კარტი.
4 ვარსკვლავი აქვს, ქიმოძრავები, სტამინაც კარგი აქვს, 5-დან 5 აქვს სუსტი ფეხის შეფასება, 134 ფეისი, 132 დრიბლინგი. თუ გავიხსენებ, გარინჩაზე უკეთესი სტატებია ეს. 100% ეს სტატები გარინჩაზე უკეთესი აქვს. თან გარინჩას აქვს medium high work rate, შეტევითი და low defending work rate აქვს და ხო რა, ასე flare rate აქვს მარტო, finesse shot rate არ აქვს. ამიტომ ეს კარდი ჯობია ჩემს გარინჩას. მაგრამ მე ამას მაინც არ ავიღო, იმიტომ რომ გარინჩა ძალიან მომწონს. თორე ეს კარდი ისე გარინჩა ჯობია, მაინც რო იცოდეთ. მოკლედ გადავიდეთ რევარდში. რევარდებში გავივლით რა თქმა უნდა ყველაფერს. დღეს ამისთვის გვაქვს ეს ვიდეო, ამასაც ავიღებ. armbands, მოდი ახლა ვიავიღოთ. აღარ ვაპირებ რომ იმაზე ფული დავხარჯო. ფული რაღა იყო და დრო. დუნგას armbands და ეს უკვე შეგვიძლია ავიღოთ, მაგრამ არა ჯერ ამას არ ავიღებთ. ჯერ გვაქვს ჩვენ სხვა საქმეები, ჯერ დუნგას ჩაპტერი უნდა ვნახოთ. აი ესეთია დუნგას ჩაპტერი, 7 skill games გახვალთ და 5 skill games-ზე ეს არის, 10 skill games-ზე, 10 match-ზე უბრალოდ. match-ზე ეს არის, მე 15-ზე ეს არის და 20-ზე უკვე ეს არის. 20 3 დღეში შეგიძლიათ რომ 20 ეს ააგროვოთ. 7-ვეს თუ გახვალთ. ხო 7-ია. კი 7-ია. 7-ვეს თუ გახვალთ, 20 მეტი გექნებათ 3 დღეში. და ესეც კარგია. 3 დღე დაგჭირდებათ, ხოლმე რომ ეს დახუროთ, ასე 200 სერანოს აიღებთ, 500 კაპტაინ ტოკენს, ეს რაღაცა დაგჭირდებათ, არ ვიცი, კაპტაინ შარტს 40 და აქეთ უკვე პაკს აიღებთ ბოლოს და ესეც კარგი ჩაპტერია. მე თუ მგითხოთ, მაგრამ დიდ დროს წაიღებს, მაგრამ ეგ არაფერი. ასეთია და აქ უკვე როცა დაასრულებ შეგიძლია რომ რომელიმე აიყვანე, კიალინი, ტოტიანი, ინიესტა შეგიძლია რომ სხვაში გადაცვალო. და აიღო რომელიმე სხვა კარდი. ხო. ის დამავიწყდა. ინიესტამ გაიკეთა upgrade და გახდა 110 ვერიანი და 4 ჯერარანკული მოყავდა, ახლა 114 ვერიანი გახდა და ასეთი სტატები აქვს. 116 აქვს ფეისი, ახლა 157 აქვს. შუტინგი 151, პასები და 159 დრიბლინგი. ასევე გაუხდა 5-დან 5 სუსტი ფეხის შეფასება, დიფენდინგი და ფიზიკალიც აეწია და ძალიან კარგია ეს კარდი, ძალიან მომწონს. და ისეთია, აი კონტროლერი და თან თუ გუტის ადგილას დავაყენებ, ვალვერდეს ადგილზე თუ დავაყენებ, თუნდაც overall არ მაკლდება, რაც ჩემი აზრით ძალიან კაია. ესეც გაჩვენეთ. ახლა გადავიდეთ კაპიტნების ივენტში. ეს დიდი ვიდეო გამოვა. ძალიან, მე მგონი ძალიან დიდი ვიდეო გამოვა. ავიღოთ პირველი ტრეინინგ ტრანსფერ ტოკენები. შემდეგ 20 share point-ი. share point-ებში ჭირდება მე 800 ისაგროვებას ვაპირებდი, რომ მარკეზი ამეღო, იქით ვერ მოვახერხე, იმედია უნდა მოვახერხო წესით. პაკებს დღეს ბევრს არ გავხსნით. მაინც. გავხსნით ერთ-ერთ თავარ პაკს, 108 პლუს იმას. პაკს. მე გიმაქვს რომ რამე კარგი დავარდება და ისეთი რაღაცა ბედურება არ დავარდება. ეს მასკერანოებიც ძალიან ჭირდებოდა. ეს მინიმალუროვერიანი ქარდების პაკი. იული დავაგდეთ, იული თუ როგორც არის. შემდეგ გვაქვს 150 ჯემი, რაც ესეც მინიმალურია. შემდეგ გვაქვს 2 მასკერანო, ესეც ძალიან კაია და მე როგორც იცით
ინიესტას არ გადავცვლი, იმიტომ რომ შესაძლებელია რომ 111-ოვერალიანი გახდეს, უფრო მეტად ვიდრე სხვები და ამიტომაც რატო უნდა გადავცვალო ინიესტა ჩემთვის ყველაზე სასურველი ქარდი ეს არის და თან 100-იანია და 100-იანი 100-იანებში რატო უნდა გადავცვალო ან 100-იანებში. რა აზრს ვერ ხედავ მაგისას. ვაგრძელებთ მეგობრებო. ვიღებთ. ხო, პირველი teammate დუნგასი იყო რობერტო ბაჯო, მეორე იყო რობერტო კარლოსი, მერე იყო რივალდო და ახლა ვარ ლუსიოზე და შემდეგ არის ზი რობერტო. 1000 ჯემი რა ცუდი არ არის, ნამდვილად არ არის ეს ცუდი. ავიღოთ ესეც. ტრანსფერ პოინტები და ბოლოს უკვე ისეთი არაფერია. არა, ისე როგორ არ არის 40 შეთ პოინტია თუ სწორად ვიცი. 5 მილიონი coin-იც არის. რაც ესეც ცუდი არ არის რა. შემდეგ არის ტრეინინგ ტრანსფერ პოინტები და შემდეგ უკვე არის 50 შეთ პოინტი. ცუდი არ არის ხო? კარგია, აშკარად. აი აქ რო გადაცვალო, რატო უნდა გადავცვალო მაგალითად კი ელნიშიან ტოტიში ინიესტა. ეს გავხსნათ? არა, მოდი ჯერ ამას არ გავხსნი. გადავიდეთ და ჯერ გავხსნათ 3000 ჯემიანი პაკი. დღეს სხვა პაკებს არ გავხსნით, გავხსნით 3000 ჯემიან პაკს. იმიტომ რომ ისე ძალიან დიდი ვიდეო გამოვა და მედია ამ პაკში ძალიან კარგ რაღაცას დავაგდებ. დამავიწყდა საერთოდ როგორია რომ დააგდო მაღალოვერიანი ქარდი. 108-ოვერიანი ცუდი არ არის. კარგია, მე ეს შეიძლება რომ სხვაგანაც გამოიცა. ხო, ეს რაღაც დამატებია, კიდე ვერ მოვასწარი ყველაფრის ნახვა. ეს პაკი და ეს player pick-ი, მაგრამ ეს ამას FC პოინტები სჭირდება, რომელსაც მე არ ვიცხავ არასოდეს. ვარ F2P player-ი. ახლა გადავიდეთ და დიდი პაკის დროა. იქ თუ 100-იანი დააგდო, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ 3000 ჯემიანი და 100 პლუსიანი პაკი არის სრულიად ერთი და იგივე. სრულიად. აბა იეი. მომეცი მარკეზი. მარკეზი მინდა ძალიან. დუნგაც თუ იქნება არაფერი, ბეილი ძალიან მაგარი იქნება. ოლივერ კანს თუ მომწევ ძალიან მაგარი იქნება. ყველა 111-ოვერიანი ბენზემას გარდა. 100-ოვერიანებში პარკ ჯესონგი ბარნსი მინდა. სხვა იმდენად არავინ. ოდეგორზეც არ ვიტყოდი უარს. მაგვაიერი უფრო მეტად არ მინდა. აბა ავიღოთ ჩვენი პაკი. მედია რომ კარგ რამეს დამიგდებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს. აბა მიდი. გადაო. ეს სასაცილოც აღარ არის. ზარ ვიცი რა არის. იგაში რაღაც არის. არაფერი. ეს კატასტროფა იყო. ახლა მეგობრებო, ვაპირებ რომ გავრისკო და გავაკეთო 5000-იანი player pick-ი, 10000-იანი, არამედ 5000-იანი. ეს არის 60 shard point. დაიმახსოვრეთ. 100 თუ ამოგვივიდა, კარგია. 60 თუ ამოგვივიდა, ნორმალური. shard picks ვამბობ მე, სადაც shard point-ები ამოდის.
იმედია რომ კარგი ამი ამოვა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმედია EA ახლა მაინც. იმის შემდეგ რაც გააკეთე, ეს არ არის ნორმალური. კარგი, შეერთპოინტები 100 დააგდე, 150 დააგდე, გთხოვ. ხადა, 20 შეერთპოინტი ძალიან დიდ წაგებაში წავედი, 40. მარკოს ლეონარდო რამდენი იღის ნეტა? 20 შეერთპოინტს მირჩევნია, მოდი შევამოწმოთ. დიდი ვიდეო გამოდის მეგობრებო, მაგრამ იმედია ძალიან მოსაწყენიც არ არის. შიც 75 იღის თან ვერ გავყიდი. ძალიან დიდ წაგებაში წავედი, აი არა. კიდევ ერთი ცუდი ოზრი მაქვს, მაგრამ არ გავაკეთებ მაგას. შანსი არ არის. მეთქი იმასაც ჩავაბარებ თქო და 100 რომ მომცეს დავაბალანსებ თქო, მაგრამ იქაც რომ 20 მომცეს მე რა ვქნა. ავიღოთ 20 შეერთპოინტიაც არის. აუ ეს რა ვქენი ბიჭო. მოდი გავხსნათ 250-იანები. აქედან შეიძლება რაღაც დააგდოს. ოპა, 106-იანი. ჩავაბარებ ამას გამომადგება. 250-ად სულ რაღაც ცუდი არ არის. ეს პიკებიც კარგია. 101-იანი ვოლტემადე. მეორეში ცუდი იყო. აბა რამე? არა. ალმირონი. მე მგონი ეს ალმირონი არის კარდი, რომელსაც აქვს ერთი აქვს. ავიღოთ ყველაფერი. ჰევენი, რა თქმა უნდა. ამ ხელა წაგებაში წავედიო. მოდი ეს ფეხბურთელები გავუშვათ, ესეც exchange-ში. 17 მილიონი. მოდი რა მეგობრებო, რაც არის. რაც არის, სამი ერთად გავხსნათ, 2500 ჯემიანი პაკი. სამი ერთად. პირველად ხსნი ამდენს ერთად. გამიმართლე. ხო. ორი ერთად გამიხსნე, მაგრამ სამი ერთად არ ასოდეს. ეს დაბალოვერიანი კარტები ავიღოთ და სწრაფად გავხსნათ. ხო, დააგდე ვინმე. ასროვერიანი. ცუდი არ არის და იდევ ცუდი იდეა მაქვს თავში. ეხანაც ეს კარდი ჩავაბარე, ზუსტად ის იყო. ეს არის 80. ეს არიან 210-იანი. იმედი ახლა მაინც გამიმართლებს. და 500 შეერთპოინტი მექნება. არა მგონია რომ მოდი ჩავაბაროთ ყოველმანი რაც არის ბიჭო. მოდი რაც არის. ჩავაბარო? არ ვიცი, დიდი რისკი იქნება. თუ გაამართლა, არა უშავს. არა უშავს. ჩემი ნაცვალები. კაი, არა უშავს მართლაც. გადავიდეთ კვლავ და კვლავ. ერადამება. კვლავ ექსტრა ტაიმში. ანუ 200 ჯემიანმა პაკმა და იმან ერთი და იგივე როგორ დააგდო, არ ვიცი. გადავიდეთ ისე შარტ ფიქსზე და
აუ რა არის რა ერთხელაც არ გამიმართლა მოკლედ მეგობრებო, ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო. ბევრი ისეთი არაფერი გავაკეთეთ. არც ვიმედოვნებდი რა გავაკეთებდით. არა, ვიმედოვნებდი, იმიტომ რომ იმას 100+-ის იმედი მქონდა. მაგრამ არა უჭირს, საკმარისი შეცდომები არა მაქვს მარკეზისათვის, მაგრამ ვერც შევაგროვებ ახლა. ასე ვფიქრობ, მაგრამ ცველს ვინმეს კარგ 110-იანს მაინც თუ ავიყვან, კარგი იქნება. ან სხვა პოზიციაზე მაინც ავიყვან ვინმეს. ახლა კი უკვე გემშვიდობებით.